აი ხალხო, მოვედი ახლა მეოთხე პედოფილიც გამოვაქვეყნე. ხო და ახლა მოვედი. ესე იგი, რაც მე იმ სახლიდან როცა მივდიოდი, ბოლო საღამო როცა მქონდა, ბოლო იმ სახლში, იმ საღამოს სასაფლაოზე გავატარე მე დილამდე, არ მიძინია საერთოდ. სასაფლაოზე მეძინა იმ საღამოს. არ მეძინა, მამაჩემთან ვლაპარაკობდი თელი ღამე. და ბაბუაჩემთან, მამაჩემთან, ბაბუაჩემთან. მაშინ რომ მივეცი ორივეს ფიცი მომყავს სისრულეში. მაშინ მივეცი მამაჩემს რომ მე არასოდეს არ გავთხოვდებოდი. მაგრამ ისიც უცხარი რომ მე მეყოლებოდა შვილი, მაგრამ არ ქონდა მაგას ქმარი არ მეყოლებოდა, რომელიც მე მარჩენდა და რომელიც მე მიპატრონებდა ცხოვრებაში და რომელიც მე კაცის ამოსაწევი ვიქნებოდი რამით ცხოვრებაში. მაგის ფიცი მივეცი რომ ჩემით გავაკეთებდი მაგას, ჩემით მივიდოდი იმ მიზნამდე და მოვედი იმ მიზნამდე. ჩემით ყველაფერი ჩემით მოვიტანე, მე ვიყვირე ჩემი სახელისთვის მე გავაკეთე ეს. ბაჩუკის მეუშვებ ციხეში ეს გავაკეთე მე. ხო და აი ბოლოში ბაჩუკი შენთვის ისეთი სიურპრიზი მაქვს, რომ იქ როგორ იქნები ის მაინტერესებს მე რა სახელით გამოხვალ და რა სახელით ივლიან შენი შვილებიც. შენ შვილებსაც დარქმევა, შენ პედოფილი შვილები რა იქნება, წარმოიდგინე. შენ თქვენი ცოლები, ნახე იმის მაგივრად, რომ ჩემზე სულ მოფერებით ელაპარაკნოთ, იმის მაგივრად სულ ბოზო და ჩათლახო მიძახეს კიდე. აი ბოზო და ჩათლახო ვინ იქნება ახლა მაიკო განახებ მე შენ. აი ნახე, უღრმესი მადლობა ხალხო, თბილისში ცალკე არის დაწყებული, თბილისიდან ცალკე იმან დამირეკა. ხალხმა დამირეკა, აქეთ სვანეთიდან ცალკე პოლიციამ დამირეკა, ერთი სამნაირმა პოლიციამ დამირეკა უკვე, სამ პარტიამ. პირველი ოღონდ რაც დარეკა იყო სვანეთიდან, პირველი რეაგირება რაც იყო, დილას იყო სვანეთიდან. სვანეთის მერე არ ვიცი რომელი კუთხიდან ვინ დარეკა, მაგრამ დამირეკა ისევ ქუთაისმა. ვიღაცამ ქუთაისელმა დარეკა როგორც ჩანს მოქალაქე მისი მოვალეობა შეასრულა გენაცვალეთ ქუთაისლებო. და მესამე იყო თბილისი რომელმაც დამირეკა და თქვენც გენაცვალეთ რომ ესე მოქალაქეობრივ მოვალეობას პირნათლად რო ასრულებთ. ყველა ის ადამიანი მიყვარს რომ არაფრის არ ეშინია, შეიძლება იცოდეს რომ ხიფათში მოხდები, მაგრამ სიმართლის გამო რომ ყველაფერზე რო წახვალ, აი იმ ხალხს გაგიმარჯოთ ღმერთმა. ეხა რამდენმა დარეკა, რა დარეკას ხო არ დამეტყოდნენ, ეხა აშკარა არის რომ დარეკილი არის თუ არა, ვინ დამირეკავდა, ხო? ვიღაცამ დარეკა, ასე თბილისშიც. და სვანეთმა თავისთავად ეხა ნუ სვანეთში ხდება ეს ყველაფერი და გადაუზიარა როგორც ჩანს და ნახეს მდგომარეობა და როგორც ნახეს მოახდინეს რეაგირება. ვსიო. ჩივლებით ნახეთ, ჩივლებით არც ვიდეოების იმაზე მოყვა იგი რეაგირება. ეს უკვე მეორე რეაგირება, რაც პოლიციამ, ანუ სვანეთის პოლიციამ რაც მოახდინა ბაჩუკის ოჯახის მიმართ, ეს უკვე მეორე რეაგირება იქნება. ეს უკვე დაწყება გამოძიების. თუ რეაგირება მოუხდენიათ მაგათ გუშინწინებზე, ნუ ასე მითხრეს იმაში უნახიათ ბაჩუკი ხაიში. პოლიციის განყოფილების კარებზე მაგიდა მისი ცოლი. ფოტოც მაქვს, მაგრამ მაგას არ გამოვაქვეყნებ. ყველგან მყავს, მაიკო, შენ რო თქვი, რომ შესაძოდაო, ვინ გეხმარებაო, შესაწყალო, ვის უყვარხარო, შესაწყალო, რომელთანა სოფლელს ახსოვხარო, შესაწყალო, ასეთ სიტყვებით რომ მომწერე, გახსოვს? უბრალოდ მაგის ვოისები რო დაუბლოკე, გაიგე, პირველივე იმაზე დაუბლოკე, უცებ ვერ ისვქენი. ვერ მოვიფიქრე, ხა სვანი ვარ და მეპატიება, უცებ დავიბენი და მაიკოს ის ვოისები არ გადავაგდე მეორე იმაში, მესენჯერზე, იმაში შევცდი. თუ არა, მაგან მე სიტყვები მომწერა ხალხო, შესაწყალო,
შენო ისეთო შენგან წირულო და ესენი თლად ვიღაცებს ჩემს Facebook მეგობრებს საერთოდ ადამიანებს რომელსაც არ ვიცნობდი იმ ადამიანებს ჩაუგდო ასეთი ვოისები ვეგონე მე და ხალხი მიგდებს ძალიან გთხოვთ ყველას ეხლა მაიკომ ვისაც შემოგივარდათ პირადში და მოგწერათ ვოისები იქნება ჩამიგდეთ ყველა პირადში მონაწევრები იქნება და ყველა ჩამიგდეთ თქვენი სახელი იქნება აუცილებლად დაცული და არ გამჟღავნდება მე ისე ამოვჭრი რომ მარტო მაიკო ჩანდეს და თქვენი სახელი არ ჩანდეს არსად ნუ შეგეშინდებათ რომ ერთი წუთი ვიღაცა დაგირეკავთ მაგ იმაზე უბრალოდ მე სხვა რაღაცისთვის მჭირდება ჩემ მეგობრებს ვისაც მაიკო მოგწერა ჩემის შესახებ პირადში ან მაიკოს ოჯახის წევრებმა არა აქვს მნიშვნელობა ვინ და რა ფორმით მოგწერეს შეგიძლიათ ყველამ აბსოლუტურად დღეს თუ ვერ გავხსნი მაგ მესიჯებს ხვალ ხო გავხსნი ზეგ გავხსნი აუცილებლად ყველა მჭირდება უღრმესი მადლობა ყველას ყველა იმ ადამიანს რომ ასე რომ გინდათ რომ სამართალი აღსდგეს ძალიან რო ცდილობთ რომ ყველაფრით რომ დამეხმაროთ ეს იქნება თანასოფლელი სვანი ქუთაისელი მეგრელი მაგას არა აქვს მნიშვნელობა სოფლიოს რომელი კუთხიდან მეხმარებით რა ფორმით მეხმარებით გოგოები კვატატო უღრმესი მადლობა სვანის გოგო გაჩესვანის გოგო ნიტა უღრმესი მადლობა ნიტას ვიდეოს ეხლა დავდებ მომიძღვნა ვიდეო ჩაწერა თვალებზე ცრემლები არ აშლება უღრმესი მადლობა კვატატო არის რა ვიცი კვატატო არის ჩემთვის ვაჟკაცური გოგო არის სულ უყურებ მაგის ლაივებს და ძალიან ჯგარი გოგო არის ძალიან დიდი მადლობა კვატატოსგან მე გამიხარდა ამ ხელა ხარდაჭერა უღრმესი მადლობა გოგოებო ყველას აბსოლუტურად ბევრი არის ვერ ჩავედი იქამდე ხან იმ პოლიციასთან ვლაპარაკობ ხან იმასთან ვლაპარაკობ ხან იმასთან ვერ შევდივარ იმაში რა ქვია ბოლომდე მესიჯებში Facebook-ში საერთოდ გვერდზე მარტო ვდებ და კომენტარებში ვერ შევედი ჯერ კვატატოსის რო გადმოვაზიარე ლაივი და როდი შევედი მე პასუხის გასაცემა ვერ მოვიცალე ვერ შევდივარ კომენტარებში ყურადღებას არ გაქცევთ არ არის დრო არა მაქვს აქეთ პირადში იწერებიან იმდენი რეკავენ მეორე ტელეფონი რო არ მქონდეს საერთოდ ვერ ვილაპარაკებდი მე ტელეფონზე ისეთი ამბავი არის იმაზე ხმა გაჩვილი მაქვს საერთოდ ხმა გაუციშე იმიტომ რომ ფაქტიურად მეფანტებ აზრი იმდენი მესიჯი მოდის უღრმესი იმხელა ის მოდის რა ქვია ხარდაჭერა მოდის ადამიანებიდან იმ ხელაზე უნდა ყველას იმ ხელაზე უნდა რომ სიმართლე დადგეს რომ დადგება ხალხო დადგება მე მამაჩემი არ მიმატოვებს მე ყველგანთან დამყვება ის ტყილა არ ჩამისახდა მე მაგი თავში